გამარჯობა, სუგობარიცებ თქვენთან არის და მოსული ვარ პაატა ჩხეიძის კლინიკაში. პირველად აქ მოვედი დაახლოებით 14-15 წლის წინ და ჩემი პირველი ზაღლი მოიყვანეს, სუხარიკა. ის რომელსაც ლოგოზე ხედავთ და თუ სუხარიკა დღესაც ნერვებს მიშლის, ეს პაატა ჩხეიძის დამსახურებაცაა. და დიდი მადლობა მას ამისთვის. მართალია კადრში ვერ შემოვიტყვე, მაგრამ თამთა ფოფხაძე დავთანხმდა საუბარზე. და თემა არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ მოდის გაზაფხული. გაზაფხულზე ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს პარაზიტი მაძუნდარები ერთად აქტიურდებიან და ჩვენს ცხოველებს უქმნიან საფრთხეს. კერძოდ ტკიპებზეა ლაპარაკი. და აი ზუსტად ამ ტკიპებზე და მათგან გამოწვეულ დაავადებებზე უფრო კონკრეტულად ალბათ მეტად ბაბეზიოზზე ვილაპარაკებთ, მაგრამ სხვებსაც ვახსენებთ. დიდი მადლობა თამთა. დავიწყოთ იქიდან. რა ეს ტკიპისმიერი რა დაავადებები არსებობს ზოგადად ის რაც საქართველოში გავრცელებულია და ქართულ ტკიპას მოაქვცას. კი ბატონო. ამ ეტაპზე გავრცელებული არის ბაბეზიოზი, ერლიხიოზი და ანაპლაზმოზი. საკმაოდ მძიმე დაავადებები არის. ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და სამწუხაროდ დიდი პროცენტი არის იმის თუ დაგვიანებული იქნა მკურნალობა, რომ ცხოველი დაიღუპოს. ესენი ერთმანეთს გვანან? როგორ არის იცით, კლინიკა და მიმდინარეობა რაღაც ხრივ ერთნაირი აქვს, მაგრამ არის რა თქმა უნდა სიმპტომები, კლინიკური სურათი, ასევე სისხლის საერთო სურათი და სხვა მაჩვენებლები განსხვავდება და ამით ჩვენ შეგვიძლია დიფერენცია გავაკეთოთ. ეს არის ბაბეზიოზი, ერლიხიოზი თუ ანაპლაზმოზი. უფრო მძიმე რომელია აქ? ყველაზე ესე რომ ვთქვათ მძიმე და მეტად ლეტალობით გამოირჩევა ბაბეზიოზი. და უფრო გავრცელებული? სამწუხაროდ ბაბეზიოზი საკმაოდ გავრცელებული არის, არ ჩამოვარდება არც ანაპლაზმოზი და ერლიხიოზი, თუმცა იქედან გამომდინარე რომ კლინიკა უფრო მძიმე აქვს, ეს არის ბაბეზიოზი. ამ დაავადებებს აი ეს ეტაპები ერთნაირია აქვთ, ესე იგი ტკიპა მოხდა, უკბინა და მე როგორ მიდის ეს? აი მაგალითად ბაბეზიოზის შემთხვევაში დაახლოებით ტკიპა რომ უკბენს ცხოველს 24 საათიდან 48 საათის განმავლობაში თუ ის დარჩა ცხოველის სხეულზე, უკვე მას შეუძლია რომ დაავადება გამოიწვიოს. ყველა ტკიპა არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ესე რთულია განსაზღვროთ თუ კონკრეტულად რომელი ტკიპა არის ცხოველზე. რაც შეეხება დაავადებების სიმპტომებს, სამივე ტკიპის მიერ დაავადების დროს დასაწყისში გვაქვს მომატებული ტემპერატურა, ცხოველი არის უხასიათოდ, უარს ამბობს კვებაზე, ხასიათის ცვლილება არის ძალიან მკვეთრი. ამიტომ აუცილებელია, როდესაც ცხოველს შევნიშნავთ უხასიათობას, უმადობას, ეგრევე მიმართოთ ვეტერინარს და არ დავიწყოთ სახლში რაღაც манипуляციების ჩატარება, ან არ უნდა დავალოდოთ არანაირად რამდენიმე დღეს, იმიტომ რომ სწორედ ბაბეზიოზის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჭირო დროს აღმოჩენას ამ დაავადების, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, უფრო მძიმედ გადააქვს ცხოველს და შესაბამისად უფრო ძლიერად ზიანდება ორგანიზმი და სხვადასხვა ორგანო. აი 24-დან 48 საათამდე ეს ალბათ გამიკვეთ განვითარებას პოვებს ეს დაავადება და გამოვლენას რამდენ ხანში იწყებს? ინკუბაციის პერიოდი არის დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე პერიოდი. აი ამ ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ინდივიდუალურია, ზოგი შეიძლება 2 კვირაში გამოვლინდეს, ზოგი 3 კვირაში და აქვს დასაწყისი სიმპტომებს. ან თავიდან გვაქვს მხოლოდ მადის დაკარგვა, არ არის ცხოველი ხასიათზე და ტემპერატურის მატება. სხვა ისეთი მკვეთრი ცვლილებები დაავადების დასაწყისში სამწუხაროდ არ გვაქვს. ეს ყველა შემთხვევაში ესეა ბაბეზიოზიც და სხვა ტიპის მიერ კი, ანაპლაზმოსაც მომატებული ტემპერატურა ახასიათებს, ერლიხიოზსაც მომატებული ტემპერატურა ახასიათებს და შესაბამისად მადის დაკარგვა, ლეთარგია და ასე შემდეგ. გასაგებია. და აი უკვე რამდენ ხანში მძიმდება? ეს უკვე ინდივიდუალური არის და დამოკიდებული არის ჯიშობრივი გავლენაც არის. მაგრამ ავიღოთ კარგი ჯამთელი ძაღლი, რომელსაც შეუძლია კარგად შეეწინააღმდეგოს იმუნურად
დაახლოებით მინდა ვიცოდე რომ ადამიანმა გაითვალისწინოს რამდენ ხანში უნდა დაიწყოს განგაში რა თუ აი ამ მან ასე ვთქვათ რამდენ ხანში ელოდოს გართულებას განგაში უნდა დავიწყოთ უკვე როგორც გამოჩნდება სიმპტომები ეგრევე უნდა წავიყვანოთ ვეტერინართან მესმის მაგრამ ეხლა რა იცი ვიზე მინდა უფრო გავაკეთო აქცენტი ვის ყურამდე მივიდეს ეს ცნობები ვინც არ არის ახლოს ვეტერინარებთან ვინც არის ცხოვრობს შორს არის სადღაც მთაში არის სადღაც სოფელში საიდანაც უნდა წაიყვანოს მე რაიონულ ცენტრში და ეს წვალება აი დაუშვათ არის ეს ცუთხასიათზე ყოველ ცუთხასიათზე ის ვერ წაიყვანს ხო ესეა შესაბამისად ну რამდენ რაღაცა დროის განმავლობაში გაგრძელდა ეს უდი ხასიათი რამდენ ხანში უნდა ზოგჯერ როგორ არის იცით რაღაც მომენტში შეიძლება ეს მაღალი ტემპერატურა გქონდეს და რამდენიმე დღის შემდეგ საერთოდ ესე სიმპტომები აღარ იყოს და შემდეგ უცებ დაიწყოს სისხლიანი შარდი სიყვითლე ლორწოვან გარსზე ხილულ ლორწოვან გარსზე მაგალითად თვალებზე შეიძლება გქონდეს პირის ღრუში შეიძლება იყოს ეს სიყვითლე ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობა არის და სამწუხაროდ ამის შემდეგ რთული არის და არის გამოჯანმრთელების პროცენტობა, მაგრამ ცხოველიც უფრო წვალდება და რა თქმა უნდა ამასთან ერთად პატრონიც უფრო მეტ ფინანსურ და ფიზიკურ დანაკარგს განიცდის. ჩვენი სპონსორის კომპეტენტოს შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც ასე ჟღერს არის თუ არა შესაძლებელი ბაბეზიოზის და სხვა დაუშვათ სხვა ტიპის მიერი დაავადებების სიმპტომების არევა სხვა დაავადებებთან. კი ბატონო, სამწუხაროდ ხდება ესეც, მაგალითად ეს შეიძლება აგვერიოს ლეპტოსპიროზში, იქედან გამომდინარე, რომ როგორც ბაბეზიოს, ასევე ლეპტოსპიროზსაც ახასიათებს სიყვითლე. ლეპტოსპიროზი რა არის? ესეც პარაზიტული დაავადება არის, რომელიც არც თუ ისე იშვიათად ხდება ძაღლებში. მაგრამ ეს ტკიპიდან არ მოდის. არა, ტკიპიდან არა. ტკიპიდან. და აი არის თუ არა შესაძლებლობა რომ რაღაც უფრო მსუბუქში აგვერიოს და ჩავთვალოთ რომ ნუ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაღაცა არის, გაიღიზიან ალერგია აქვს რაღაცა და არ ვერ მივხვდით რომ ამ ტკიპასთან გვაქვს საქმე. ну პირველ რიგში აი ყველაზე ხშირი რაც არის მაგალითად მოწყენილობას ზოგადად უკავშირებენ რომ აი დღეს მაგალითად ეს სათამაშო არ მივეცი და შეიძლება ამიტომ მოიწყინა გარემო პირობების შეუცვალე და ამის გამო მოიწყინა აი ოჯახის წევრი გადავიდა სხვაგან და ამის გამო შეიძლება იყოს ეს უხასიათობა და ასე შემდეგ და არ მიაქციონ ყურადღება, მაგრამ სხვა დაავადებები რაც შეიძლება რომ აგვერიოს ამ ტიპის მიერ დაავადებებთან, ესენიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და ის რაც შეიძლება აგვერიოს, ყველა რთულია. კი, რთულად მიმდინარეობს სამწუხაროდ კი. კარგი, ეხლა მოდი მაშინ ესეთი რაღაცა ვიკითხოთ. როგორ დავიცვათ ცხოველები ამ დაავადებებისგან? პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ამ შემთხვევაში გვაქვს სხვადასხვა ანტიპარაზიტული საშუალებები, რომლებიც დაახლოებით 5 კვირამდე მოქმედებს და ცხოველს იცავს. ეს ანტიპარაზიტული საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ წვეთების სახით ან აბის სახით. მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ პრეპარატის გამოყენების წესები და მივყვეთ ინსტრუქციას. ხშირად არის რომ პატრონების შეცდომაში შეყავთ და ეუბნებიან სხვადასხვა პრეპარატებზე რომ დაუშვათ მოქმედებს 3 თვე, მოქმედებს 6 თვე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და აქედან გამომდინარე ზოგჯერ გონია პატრონს რომ თავისი ცხოველი დაცული არის და ამ დროს ფაქტობრივად არანაირი დაცვის ქვეშ არ იმყოფება, წამარს თავის მოქმედების ვადა გასული აქვს და სამწუხაროდ ხშირად ესე დროს ეს ტიპის მიერ დაავადებები ემართებათ ცხოველებს. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ გარემო პირობები, სადაც ცხოველი იმყოფება, ბალახები და ესე რომ ვთქვათ, ეზო იყოს შეწამლული და მოვახდინოთ ტკიპების პრევენცია თვითონ გარემოში. როდესაც ახალი ვიყავი ამ საქმეში, ესე ვთქვათ, ძაღლი ახალი აყვანილი მყავდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი ასე ყურადღებით ტკიპების მიმართ და მიპოვნია ტკიპები უკვე საკმაოდ გემრიელად გაბერილით რაღაცა მომიშორებ და შეიძლება დამრჩენია კიდეც ბლომად, იმიტომ რომ არ ვიცოდი კარგად ეს ის, ამიტომ უნდა ვაღიარო ხა არ მოვიტყუები. ხო და მაინტერესებს, ესე იგი დაახლოებით ხო არ ვიცით სტატისტიკა, აი რა
რამდენი ტკიპაში ერთი არის აი ხშირია ხო აი ტკიპებიდან ხშირი არის საკმაოდ იმიტომ რომ ბევრი ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ აი ერთხელ გაუყვანია ცასეირნოთ და აი ის ერთი ტკიპა რომელიც უპონიათ ცხოველზე აი იმ ერთ ტკიპას გამოუწევია დაავადება ბაბეზიოზი საკმაოდ ხშირი არის ესეთი შემთხვევა რომ აი ჯერ თავიდან საერთოდ ვერ იხსენებენ ოდესმე თუ შეუმჩნევიათ ეს ტკიპა და შემდეგ აი ის ერთი ტკიპა და აი მაგის შემდეგ ესეთი რაღაც კი ვითარდება. ლეიშმანიოზზე ლაპარაკისას მე მითხრეს ექიმებმა რომ ეს არ იკურნება. განკურნებადი არ არის, შეიძლება რემისიაში გადავიდეს, რაღაცნაირად გაკონტროლდეს. რა ხდება ბაბეზიოზის შემთხვევაში? ბაბეზიოზის დროს და სხვა ტკიპების მიერი დაავადებების დროს განკურნების საშუალება გვაქვს, თუმცა აქაც არის რისკი, რომ შემდეგ ისევ დაემართოს ცხოველს. თავარია სწორად შევარჩიოთ მკურნალობა, მალე მოვახდინოთ დაავადების აღმოჩენა, რომ შემდეგი გართულებები არ იყოს ისეთი, რომელიც შეუქცევადი იქნება და ვერ მოვახდენთ მათ განკურნებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზიანი, რაც შეიძლება მან მიაყენოს ცხოველს, ეს არის, რომ ისხრის სისხლის წითელ უჯრედებს. ამ წითელი უჯრედების დაშლის შემდეგ ცხოველს ეწყება ანემია. ასევე მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე, მაგალითად აზიანებს ელენთას ღვიძლს და შემდეგ გვიწევს უკვე კომბინირებული მკურნალობის არჩევა გვიწევს და არა მხოლოდ პარაზიტის საწინააღმდეგო ანტიპროტოზოული მკურნალობის ჩატარება. იმუნიტეტზე რომ გავჩერდეთ. თუ უკბინათ ტკიპამ. ეს ბაბეზიოზი რომელსაც გადააქვს, ხო? ეს აუცილებლად ნიშნავს რომ დაემართება, თუ არის მაგალითად თუ ძაღლს კარგი იმუნიტეტი აქვს, შეიძლება რომ შეეწინააღმდეგოს და არ დაემართოს. კვლევები რაც არის ამ თემასთან დაკავშირებით, უმრავლეს შემთხვევაში მაინც ემართება, მაგრამ რა თქმა უნდა არის რაღაც შანსი, რომ არ დაემართოს. ხო, იმდენად მაღალია ეს მაჩვენებელი, რომ ჯობია კარგ არის ხო ადამიანმა, ხო? ძალიან მინიმალური არის მაგის შესაძლებლობა. ასევე თუ რა თქმა უნდა პატრონს ეკრება საშუალება, რეკომენდირებული არის, რომ წელიწადში ორჯერ მაინც გააკეთოს სისხლის საერთო ანალიზი. ეს რას გვაძლევს? სისხლის საერთო ანალიზი რას გვაძლევს? უკვე როგორც თქვი, ეს ბაბეზიოზი შლის სისხლის წითელ უჯრედებს. ეს სისხლის წითელი უჯრედები არის ერითროციტები. შესაბამისად, სისხლის საერთო ანალიზში გვექნება ერითროციტების ცვლილება, ჰემოგლობინის ცვლილება გვექნება, ასევე იქნება ტრომბოციტების ცვლილება და ამის მიხედვით ჩვენ უკვე შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ ამ ტკიპის მიერ დაავადებასთან. და აი სხვა დაავადებებიც ამ პრინციპით მუშაობს, ისინი სისხლს აზიანებს ერითროციტებს, თუ იმათ სხვა ეფექტი აქვს. იგივე სურათი არ აქვს, მაგრამ იქ გვაქვს უკვე ზოგ შემთხვევაში ლეიკოციტების მომატება არის, თუმცა აქაც შეიძლება რომ ერითროციტების რიცხვიც შეიცვალოს და ჰემოგლობინის, საბოლოო ჯამში ყველა სისხლზე მოქმედებს, ხო, როგორც კი. სისხლია მთავარი და ამ შემდეგ სისხლიდან უკვე ორგანოები და ზოგადად ორგანიზმი. კი, ძირითადად ახასიათებს სეზონურობა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გვხვდება როგორც ზამთრის სეზონზე, ასევე შეიძლება გაზაფხულის პერიოდზე. ანუ ძირითადად კი ახასიათებს ამ დაავადებას გაზაფხულის პერიოდი, როცა უკვე ტროპიკს აქცევს აქტიურობა, გასაგებია. მაგრამ მაინც ჩვენი ჰავიდან გამომდინარე, ნებისმიერ პერიოდში შეიძლება შეგვხვდეს. სადაც კი წავედი, მეგობრებო, ყველა ექიმი ერთსა და იმას იმეორებს, რომ ჩვენი ჰავა არ არის იმდენად ცივი, რომ ამ პარაზიტებს ზამთრის განმავლობაში მუსრი გაავლოს. ამიტომ, არა, სამწუხაროდ არა, კარგია, სითბოჯობია. რას ვიზამთ ახლა, სადაც პარაზიტები იქნებიან კარგად, ჩვენ ცოტა უკეთესად ვიქნებით, არ შეგვთივდება. ვიდრე დავამთავრებთ, კატებთან რა ხდება? კატებზეც ვრცელდება ის ყველაფერი, რაც ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ზაღლებზე ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ გარეთ ისინი გადიან. კი, ეხლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს დაავადებები კატებისთვის არ არის. არის ბაბეზიოზის რაღაც ტიპები, რაც შეიძლება კატებში შეხვდეს, მაგრამ ეს ჩვენს რეალობაში არ არის, ანუ საქართველოში ეს ამ გვარის ტიპები არ არის, რომლებიც იწვევენ. ხო, ეხლა ძირითადად ეს ერიხიოზი ანაპლაზმოზი ბაბეზიოზი
ძაღლებში გვხვდება საქართველოში. ესე იგი კატები ამ საქმეშიც მოგებულები არიან. ძალიან კარგი, დიდი მადლობა თამთა ფოფხაძეს, რომელმაც დაუზარალად გაგვიზიარა ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ამ საიზღარ არსებებზე, თუმცა რას ვერჩით იმათა თავის ცხოვრება და დაავადებებზე. გაუთხილდით თქვენს ცხოველებს. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, მადლობა კომპეტენტო სპონსორობისთვის და მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ გამოიწეროთ სუგობარის არხი, მოიწონოთ, გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტარები დაწეროთ, რომ შემდეგი გადაცემები მოვამზადო. აბა, დროებით, კარგად.